ქვეყნის სამჯერ ჩაბნელების შემდეგ ქართულ ოცნებაში მოვისმინეთ განმარტებები, რომ დღის წესრიგში დადგება ახალი ჰესების მშენებლობა, თუმცა ამ რიტორიკას რა გაგრძელება ექნება და მაგალითად რაიმე დიდ პროექტზე მიდის თუ არა უკვე მუშაობა, ჯერჯერობით არ ვიცით. ოფიციალური განმარტებები სამჯერ ჩაბნელებასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა ეკონომიკის სამინისტროშიც, არც მთავრობის ადმინისტრაციას რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებია. გუშინ იყო მაგალითად მთავრობის ხდომა, თუმცა ორჯერ ჩაბნელების ფონზე ირაკლი კობახიძე საყოველთაო გათიშვასთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს, არც მთავრობის ხდომაზე და არც შემდეგ არ გაკეთებულა განმარტებები. ახლა რაიმე სიახლე იქნება თუ არა, მაშინ როცა ქართული ოცნება უკვე ალაპარაკდა ახალ ჰესებზე და მანამდეც სხვადასხვა ხდომების დროს იყო ხოლმე საუბარი ახალი ჰესების მშენებლობასა და მნიშვნელობაზე. ჯერჯერობით რაიმე სიახლე იქნება თუ არა, ოფიციალური ინფორმაცია ამაზე არ გასაჯაროვებულა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ასე რომ მეც რა თქმა უნდა კითხვები, დიახ, მეც მაქვს კითხვები რა თქმა უნდა ამ თემთან დაკავშირებით ზოგადად, მაგრამ აქ მთავარი ისიც მესმის, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და დაანონსება იმისი, რომ პირობითად არ ვიცით 8-დან 10 საათამდე მთელი ქვეყანა იქნება გათიშული, ეს რა რისკებთან არის ქვეყანასთან დაკავშირებული, ალბათ ხვდებით, ხო? დანაშაულიდან დაწყებული შიგნით თუ გარეთ. ავტოსაგზაო შემთხვევები დენის დროსაც ხდება და დენის გარეშეც ხდება. ეს არ არის მთავარი მიზანი, პრევენციული მექანიზმები რამდენადაც შესაძლებელია უნდა იყოს ხოლმე და მთავარი დასკვნები ჩემთვის პირადად არის ის, რომ დღეს საქართველოს ენერგოსისტემას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ახალი მსხვილი ობიექტები, მათ შორის შეიძლება არა იმ მასშტაბის, როგორიც არის ენგურჰესი, მაგრამ სხვა დიდი მასშტაბის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორედ იმას, რომ იყოს სტაბილურობა ჩვენ ენერგოსისტემაში და ყველა ადამიანი ვინც თავის დროზე და საზოგადოებას ახსოვს ეს პერიპეტიები, თავის დროზე ეწინააღმდეგებოდა ახალი ჰესების მშენებლობას, დღეს არ ვიცი საზოგადოებამ მათ კითხოს რა პასუხი აქვს დღეს აი ამ ადამიანების წინაშე. რატომ აღმოჩნდა ასეთი მოწყვლადი ენერგოუსაფრთხოება და რატომ დუმს სახელმწიფო უწყებები ეს დამატებით კითხვებს უჩენს ოპოზიციას? ისინი თვლიან, რომ ახლა მთავრობის ადმინისტრაცია და ირაკლი კობახიძე განმარტებებს უნდა აკეთებდნენ, საზოგადოებას ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ, ასევე უწყებათა შორისი კომისიაც უნდა იკრიბებოდეს, თუმცა ამის საპირწონედ არის სრული დუმილი, არც ეკონომიკის სამინისტრო და არც მთავრობის ადმინისტრაცია საზოგადოებას სამჯერ ჩაბნელების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აწვდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენს ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის არანაირი დივერსიფიკაცია, რომ ერთი ხაზი თუ გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, შემდეგ ამის დამზღვევი მექანიზმი არსებობდეს სხვა ქსელების მეშვეობით. ამავდროულად ყველა მომწოდებელი დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლებამდე მიმტანი კომპანიები ისე არის არეული ერთმანეთში, რომ ყველა ერთმანეთისკენ თითს იშვერს და ბოლოს თან არავინაა დამნაშავე და ამავდროულად ყველა ცოტა ხნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამ ამბავს, რომ თითქოს ის იყო ამ ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა არის მოწყვლადი, იმიტომ რომ ის არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს, ემსახურება კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს და როგორც ყველა სისტემა, რასაც ივანიშვილის კორუფციული ინტერესები შეეხო, ეს სისტემაც არის მოწყვლადი და კიდევ არ ვიცი ჩვენ თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება იდგეს საქართველოს ელექტროსისტემა და როდის შეიძლება დაბნელდეს ეს ქვეყანა მორიგ ჯერზე. ფაქტია, რომ დღეს ენერგოსისტემაში არის კრიზისი, ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევა. უკვე მესამედ ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა ისე, რომ ამას მოყვა სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყანაში, მეტროსადგურების შეჩერება გვირაბებში და მოქალაქეებს გვირაბების ფეხით გამოვლა მოუწიათ, საბაგიროებზე გაიჭერდნენ ადამიანები, შუქნიშნები გაჩერდა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაჩერდა, ჯერაც არ ვიცით ბიზნეს რა ზარალია, რა ზიანი აქვს მიღებული ამ ელექტროენერგიის გათიშვების შედეგად ქვეყანაში და არც ერთი პასუხისმგებელი უწყება და თანამდებობის პირი არ აღმოჩნდა, რომელიც პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას
გადაწყვეტილებას მიიღებდა და გვეტყოდა ქვეყანას აუხსნიდა მის მოქალაქეებს რა მოხდა რეალურად ქვეყანაში. ეს არის პასუხისმგებლობის დეფიციტი, რომელიც ლეგიტიმაციის კრიზისს მოსდევს ქვეყანაში. ნორმალური პასუხისმგებლიანი თანამდებობისპირი ხელისუფლება ეხლა უნდა მთავრობის ხდომას ატარებდეს პრემიერ-მინისტრი, უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭო უნდა იქნებოდეს, შესაბამისი პერიოდულობით ბრიფინგები უნდა ტარდებოდეს, რათა საზოგადოებას მიეწოდებოდეს ინფორმაცია ენერგოსისტემაში რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ივანიშვილის რეჟიმი ერთი მხრივ მოიხმარს ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას პირადად ივანიშვილის გამდიდრებისთვის და რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებისთვის, რაც თვითავს და პრობლემას უქმნის საქართველოს ენერგოსისტემას და მეორე მხრივ ენერგოსისტემა არის დაქვემდებარებული რუსებისთვის და მათი გადასაწყვეტია როდის ჩაქრება შუქი საქართველოში და სანამ ეს ვითარება ნარჩუნდება, ბუნებრივია რომ ენერგოკრიზისს არაფერი არ ეშველება. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით ოფიციალურ პასუხს ელექტროსისტემისგანაც და ასევე სემეკისგან, როგორც თავად ამბობენ, თუ ეს იყო სატესტო რეჟიმი და მოსალოდნელი იყო ჩაბნელება, რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში მოქალაქეები.